და ეს კამპანია მოლოტოვის კოქტეილის აი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება ამაზე მე არაერთხელ მისაუბრია გინახავთ ან ევროკავშირის ელჩი გამოსულიყო და ამაზე განმარტება გაიკეთებინა ან ევროკომისიას განმარტება აი ეს მოლოტოვის კოქტეილის წახალისება გახსოვთ ეს ლაზარე გრიგორიადისის ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი არის და ამისი რომანტიზება რამაც გამოიწვია ის რომ ერთ წელიწადში მაშინ თუ ერთი მოლოტოვის კოქტეილი ისოლეს ერთ წელიწადში 10 მოლოტოვის კოქტეილი ისოლეს აი ამას აფინანსებდა ევროკავშირის მოქალაქეების ფული ვინმე ამაზე ბოდიში მოითხოვა განმარტება გააკეთა როგორ გავიგეთ რომ ევროკავშირი ამას აფინანსებდა შემთხვევით გავიგეთ იმიტომ რომ თავად სირცხვილიას წამოწდათ რომ მას ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა. აი შემთხვევით გავიგეთ შემდეგ უკვე რომ 2022 წლის ივნისში, როდესაც არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მეორე დღეს NGO-ები ავარდნენ სცენაზე და მოითხოვეს ხელისუფლების გადადგომა. ცალი ხელით ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში და მეორე ხელით დაგვიფინანსა ხალხი რომელიც სცენაზე ავიდა და ამბობდა რას გადადგეს მთავრობა და ჩვენ ვიყოთ მთავრობაში ვეტოს უფლებით აი ამას ამბობდა ევროკავშირის დაფინანსებით ადამიანები ვინმე ამაზე განმარტება გააკეთა ბოდიში მოიხადა რომ საქართველოში არეულობას აწყობდნენ და შეგახსენებთ რომ აი ივნისის შემდეგ როდესაც არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი ამის წინ გერმანიის ელჩმა თქვა რომ რა უსამართლობაზეა საუბარი ხომ მოგეცით კანდიდატის სტატუსიო შემდეგ რომ მოგცეს ბოლოში აი 2022 წლის ივნისში როცა მისცეს უკრაინას და მოლდოვას რატო არ მისცეს საქართველოს მაშინ როდესაც მაშინვე რამდენიმე თვეში ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში თუ ჩავხედავთ საქართველოს უსწრებს ორივე ქვეყანას ყველა პარამეტრით მათ შორის აი დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტებით ანუ ყველანაირად წინ ვიყავით არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი და მეორე დღეს ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები დაგვიყენეს სცენაზე დაგვიყენეს და როდესაც ამაზე განმარტებას თხოვდი მე ელჩეს მეუბნები კი მაგრამ ხომ ვერ დაგამხესო ხო ნუ კი სადაც რომ გააქვს ამ კონდათ ამ ადამიანებთან ასეთი ტიპის კომუნიკაცია თუნდაც ილუსტრირებული მაგალითად რა თქმა უნდა მე ჩვენ სადამ 2023 წელს მათ შორის ბოლო პერიოდში გერმანიის კრიტიკულია გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე კრიტიკული აღარ ქვია ამას 2023 წელს სადამ დავაინიცირებდით გამჭვირვალობის კანონს არათუ კომუნიკაცია წერილიც კი მივწერე ევროკავშირის ელჩს და ვთხოვე რომ გაესაჯარო უზრუნველყოფა გაეკეთებინა რომ გასაჯაროებული იყო ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსება ანუ იმ ფონდის რომელიც მოლოტოვის კოქტეილებს გვიფინანსებდა მომწერა რომ ვერ გავასაჯაროებთ თუმცა მან პირად საუბარში მითხრა რომ მან ნახა მისი დასაფინანსებდა ეს ფონდი და დამეთანხმა მე რომ ეს იყო პოლიტიკური ფული და რო უთხარი მაშინ მეც მაჩვენეთქო არაო არ მაჩვენა ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის დამიმალა რასაფინანსებს ევროკავშირი საქართველოში